მეგობრებო, ნახეთ სად ვიმყოფები? ვისკონტის ქარხანაში. დიახ, არ გეჩვენებათ. ესე იგი, ისეთი ადგილია ჯერ მარტო, სადაც ეს მდებარეობს, და ამაზე ცალკე უნდა მოგიყვეთ ალბათ. საუკეთესო ატმოსფერო და საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება რომ შეიქმნას საუკეთესო კალმები. Understand. Yeah, I see that. Wow. მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოვედით ფლორენციაში და ალბათ მიხვდით რატომ, რომ ხვალ გვაქვს შეხვედრა ვისკონტის წარმომადგენლობასთან და სიმბოლურია ახლა ის ფაქტი, რომ დგავარ სწორედ იმ ხიდზე, რომლის სახელიც არის პონტე ვეკიო და რომელიც 2000-იანი წლებიდან იქცა ვისკონტის სიმბოლოდ. სწორედ რომ ვისკონტის კლიფი ამ ხიდის ფორმის არის. ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ ამ ქალაქში, დამეთანხმებით, რომ ვისკონტის კალმები ისეთივე მშვენებაა, როგორც თავად ეს ქალაქი. და იმოვედით ვისკონტის საწარმოში, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან მოშორებით, საოცრად წყნარ და გამწვანებულ ადგილას. სამწუხაროდ გარე ვიზუალის გადაღება სრულფასოვნად ვერ მოვახერხეთ იმის გამო, რომ კერძობილა ესაზღვრება, რომლის მეპატრონეც სასტიკად კრძალავს ნებისმიერი სახის ფოტო-ვიდეოს გადაღებას. პირველი შევხვდით ნიკოლს, რომელიც ვისკონტში მუშაობს კომერციული დირექტორის პოზიციაზე. You know about Georgian wine? This is the Georgian wine and the sweets as Oh, well. And thank it's you. traditional. Thank you so much. It's traditional Georgian sweet also. Thank you very much. I will. Thank you very much. So this is the main entrance where we have all the offices. So finance department, then we have the commercial department, then we export sales department, the marketing. კლიანი სივრცე, როგორც ნიკოლმა აღნიშნა, დაყოფილია სხვადასხვა საოპერაციო დეპარტამენტებად. პირველი კი საწყობს ვესტუმრეთ, სადაც უკვე დასრულებული პროდუქტები იფუთება და მზადდება გასაგზავნად. საწყობის მენეჯერი ძალიან მეგობრული აღმოჩნდა, რომელიც წარმოშობით ნეაპოლიდან არის და ძალიან გულდაწყვეტილი იყო ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში გადასვლის გამო. კვარაცხელია. უყვარს საწყობის მენეჯერს. აქ ჩვენთან და წუხს რომ პარის სენ-ჟერმენში გადავიდა. მაგრამ რას ვიზავთ? მოკლედ ესე იგი რაღაც ცვლილებებს გეგმავთო და დარჩება ორი ასე ვთქვათ სახეობის წვერი აქვს ახლა 14 კარატი და 18 კარატი. 18 კარატი დარჩება მხოლოდ ლიმიტური მოდელებისთვის და ასე ვთქვათ ძვირიანი κλასისთვის და 14 კარატი დარჩება შედარებით ისეთი რეგულარ მოდელებისთვისო რა. So this is the Dreaming Sunflower. Is one of our new novelties. Together with the Dreaming Starry Night, is all made by, of course, resin, but it's all hand painted. Here we have, let's say, the fountain pen, the ball point. So the final product arrived here from the production. The fountain pen arrived without the nib because the nib needs to be assembled from the nib master into the barrel, into the machine. Each product
has different shades. Yeah. The base is, of course, the same, but the most authenticity of this company is that every pen is unique, and every pen, of course, is different. Also, we are not talking about plastic. It's all resin, is celluloid, is lava. Acrylic resin Acrylic also. Yeah. resin, so it is something Highest quality. pen needs to give you an history, needs to speak for you. But what we want to do, what we want to express to the final customer, to our distributor, to our partners, is just that a little piece of our heart. It has to be an history. It has to give something. Yeah. To tell some story and To tell feeling. Yeah. some story. This is what we, of course, want to be final. So this is the main reason. Then everything, of course, is made in Italy. Yeah. And here in this company, we made everything from the assembling department to the final product. The design department. Ciao, grazie. დავემშვიდობეთ საწყობს და გადავინაცვლეთ შემდეგ დეპარტამენტში, სადაც გავიცანით არც მეტი არც ნაკლები ვისკონტის წვერის ოსტატი, რომელიც ამ მომენტში ახალი წვერის პროექტზე მუშაობდა. ერთი პროტოტიპი უკვე მზად ჰქონდა და მეც გამატესტინა. ახალი წვერის დიზაინი არის სკელეტონი, რომელსაც ვისკონტი გამოიყენებს ლიმიტური მოდელებისთვის. Was telling you before, he's our nib master. Wow. He check all Nice the to meet nib, you. every nib, Buongiorno. single by single, and so he does everything here with this machine. Წვერის He ოსტატია. looks, he work with the nib here, so he does everything handmade. So it will take, as you might understand, a lot of time. I wanted to show you one second the nib that we are working. This is not the pen, this is another pen, is a model that at the end we didn't launch, but this is the new nib that Wow, we, it's a skeleton. and that, well, yes, you can try. With pleasure. Thank you. Fantastico. Yes. It's really, really perfect. You So know? this is the nib that we are launching with our new pen, the Homo sapiens full demo, which I will show you. That is this is a nib that has to be used in a smooth way, cioè morbido, no? Morbido, quindi va trattato con la... insomma, no, non in velocità. You have to be careful when you write. You don't have to write in like Yeah. fast. So it's like it's not calligraphy. Because- It's like a flex nib. Yeah. Perché è molto morbido. Because it's molto very, morbido, it's quindi very, si tende it's very a- smooth. Like Very it's smooth and it soft, can be it's very damaged. soft. Yeah. Not damaged, but okay. Not damaged, Yeah. but it doesn't. It's not made for a fast writing. Fast writing, yeah. Okay. It's something calligraphy. Yes, it's a sort of. Great. Exactly. Nice to meet you again. დავემშვიდობეთ ამ ოქროს კაცს და გადავინაცვლეთ გრავირების სივრცეში, სადაც ბრენდის კალმებზე კეთდება სხვადასხვა ტიპის და მნიშვნელობის წარწერები. ეს იქნება ლიმიტური მოდელის ნომერი თუ სხვა. Caps? Yeah. The caps Okay. is doing the number on the pen. Number, yeah. Yes. Can I see that? Here, Uh-huh. here doing a bit of oil, but the pen that you see in blue is the Tesla that come out at the end of the June of Fluo Blue Uh-huh. of Fluo Blue is engraved by Andrea and doing this game of the light and the right Tesla. And now we send to enamel in the purple. Okay. ეს ესეთი კარგი ძველი მოდელია. You see before the blue, this is the only part that you see. There is the purple enamel. Wow, so nice. And we ეს არის იქ რომ ნახეთ ლურჯ ფორმაში რო იყო და უკვე დასრულებული. The is the pen on the box. box. where there is here, Yes, this is a limited edition which we are there launching is the now. light in both of them. We assembled it on the box. You can see the light in the blue Yeah. bobina of Tesla. Showing the This box, is a blue that has a memory of the light. So if you put some light inside
remove the pen and comes in a dark. box, yes, Dark. in the dark, Yeah, yes, yeah. you can see the memory of the light on the pen. So This excited. is one. So this is the assembling department, as Manfredi told you. აქ იწყება ყველაფერი მოკლედ რა. ეს არის დეპარტამენტი, სადაც უკვე ყველა ნაწილი სათითაოდ ხელით იწყება. გავეშურეთ ძირითადი სათავო ოფისისკენ, სივრცე, რომელიც აერთიანებს ფინანსურ, ლოგისტიკურ და მარკეტინგულ დეპარტამენტებს. დამეთანხმებით ალბათ, რომ სწორედ ასეთი სამუშაო გარემოს დამსახურებაა ამ გუნდის შთამბეჭდავი კრეატიულობა. და ბოლოს შევხვდით კომპანიის გენერალურ დირექტორს ფრანჩესკოს, რომელიც გვესაუბრა როგორც კომპანიის ზოგად საომავლო გეგმებზე, ასევე საქართველოში brand-ის პოპულარიზაციასა და მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებაზე. Obtain the Mirage for the people that wanted to have the real starting price, but the Mythos, for example, has been very well received. You're able to play at chess in 3D. This is possible, so we can play together if you want. We stay one in front of the other. You move, and then you move your. You can see even here in the new Mythos Poseidon, this is the. Yeah, sure. Oh, This. Of course, reminds the telescope of Galileo. Also, the clip reminds the shape of the telescope. There is the lens here and here. And there is also a new charging system. Yeah. So there is an innovation that we have patent yeah. and has been It's last patent, right? last patent. 2024. Exactly. Now. 2024 წლის პატენტი აქვს ამ შევსების სისტემას. ადრე ვიდეოში ვსაუბრობდი მე. ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრე და სწორედ ეს არის, რომ არ ჩერდება ეს გუნდი და ან ვითარებს რა ამ მიმართულებით მუშაობს და ბოლო პატენტი ეს არის სწორედ გალილეო გალილეიში ჩადა. Has a magnetic system that allows you to put the pen inside. For the display, yeah. Yeah, for display. You saw it there, as Manfredi was telling to you. Now I'm sorry that also this is not the final product because we. Yes, you can a little bit. You can see. Of course, it will not be this the final effect. But look, see. You can see it there. ეს არის ნიკოლა ტესლას ლიმიტური. So go with it. How many pieces they were? This is Around 100 or No, this is 88. 88. 88. Yes. like the 88 წელი იქნება მხოლოდ რა. And of course, here we are at a price range like Dream Starry Night at 6,400. feature of Visconti is that since it was born, has been a brand that has been characterized by producing colorful resins. Yeah. Yes, this Do you sell this? Of course, and plus this is Not yet, but we are thinking about. yes, and plus also when you decided like of the new shop. I used to have different clients that they prefer fashion, and now I understand that they like something which is functional, which Yeah, protect the product. So the pen has to be very well protected. And this is the pen where Yeah. you this is, try the nib. No, gli ho fatto. Yeah, it's without nib, but yeah, I saw the nib. This is amazing. Yes. ეს არის ვისკონტის ისტორია. ეს არის აი ამ ვიტრინაში მოცემულია ყველა ის მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში ვისკონტმა შექმნა და მოიტანა აქამდე. ეს არის იმ კლიპებით გამოსული თან, სანამ შეიცვლებოდა და პონტევეკიოს ხიდის ფორმას მიიღებდა. აქეთ არის მთავარი. აი ეს მოდელები. აი ეს მოდელები ყველა ძველი მოდელი არის. ამ ნახეთ კლიპითაც მიხვდებით, რომ 2000 წლამდეა გამოშვებული. აი 2000 წლიდან უკვე იწარმოება ესეთი კლიპით. Where what we talked before about the entry-level level. Besides the Mirage, the Mythos, and the Commedia and the Van Gogh, we decided to introduce a
a pen that was famous in the past in Visconti. This is the Michelangelo. Michelangelo has been restyled and rethought, taking inspiration from one of the probably the most famous painter of Michelangelo, and taking the colors that appears in the paint. So you see this blue, there's the black, there is also the let's say Bordeaux, and it has the you see the finger, Yeah. which is The exactly painting, Oh. yeah, to recall. აი ნახეთ თუ ჩანს. და ეს ეპიზოდი. ადამიანები რა ჩვენთან ძირითადად აი სულ ირჩევენ შავი, მოოქროვილი, შავი, მოვერცხლილი. ამ ფერებში კალმებს. აი ვისკონტი რასაც გვთავაზობს, ეს არის რაღაცა განსხვავებული, რაც შეიძლება რომ თან კონდეთ და იქონიოთ, იმიტომ რომ ეს არის სხვა რამ. ხვდებით რაღაცა კლასიკა ყოველთვის კლასიკად დარჩება, მაგრამ ეს არის რაღაც ავანგარდი კალმებში, რაც გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ აი როდესაც წერთ უნდა და ჩვენ ხელშია, ჯერ მარტო მისი ფერიც კი შთაგონების წყარო შეიძლება იქცეს ჩვენი გონებისთვის და მოგვაწოდოთ ესეთი აზრი, რომელიც შეიძლება რომ დავწეროთ და მივიღოთ მისგან ორმაგი სიამოვნება. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია ხოლმე კალმის შერჩევისას. სხვადასხვა თამაშების მხრივ დაიწყეს გამოშვება კოლექციების ლიმიტური ედიშენები, ანუ 88 წელი დავუშვათ, ეს არის ჭადრაკის გამოშვება, ხო? ეხლა უშვებენ, ესეც გავს ჩაეშვებაო ძალიან მალეო, მსგავსი ასევე თამაში, ნახეთ ლაბირინთია შიგნით კალამში. და ეს ბურთი იქნება შიგნით და როდესაც გამოძრავებთ, შეძლებთ რომ შეიცვალოთ ბურთის მდგომარეობა, გაიყვანოთ ლაბირინთიდან ბოლოს და ასე შემდეგ. ნუ რა ვიცი, სასწაულია რა, ხელოვნება ამაში ჩადებული. ამ ადამიანმა სრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია ვისკონტის ყველა კოლექციაზე. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია ფრანჩესკოსგან, რომელიც დაუვიწყარ მოგონება დაღიბეჭდა ჩემს გონებაში. შეხვედრისას, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სათითაოდ გავეცანი წარსულის, აწყოს და მომავლის კოლექციებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელიც ამ გუნდს გააჩნია. ეს ყველაფერი ხომ დაუღალავი შრომის და მონდომების შედეგია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქ ადამიანებს უხარიათ ის, რასაც აკეთებენ. ეამაყებათ, რომ არიან იმ ისტორიის ნაწილი, რომელსაც კომპანია წერს. მე კი მეამაყება, რომ ამ ბრენდს ჩვენს პატარა ქვეყანაში სწორედ რომ ჩვენი მაღაზია წარმოადგენს. ისევე როგორც ამ ქალბატონს ეამაყება ის, რომ ამ კომპანიაში 25 წელია რაც მუშაობს. 30, No, right? 25, 25. It's a lot of years. She's always From the been beginning of the here. century. Well, yes, she began very, very young, and she's one of the best employee here because she does all this important work, which you don't see it when you have the final pen. მოკლედ რომ აგიხსნათ, ყველა ადამიანს განსხვავებული ინტერესი აქვს. ზოგს მანქანები მოსწონს, ზოგს მაჯის საათები, ზოგიერთი ასანთის კოლოფებს აგროვებს, ან სულაც მაცივარზე მისაკრობ მაგნიტებს. მე კი უბრალოდ შემომხედეთ რა ბედნიერი ვარ, როდესაც კალამი მიჭირავს ხელში, ან უბრალოდ ხედავ მას. ამ ვიდეოს მეშვეობით მინდოდა მეჩვენებინა თუ რატომ ღირს ბრენდული კალმები ასეთი ძვირი. განსხვავებით სხვა ჩვეულებრივი იაფასიანი კალმებისაგან და იმედია ეს მოვიტანეთ თქვენამდე. განსხვავება ერთია. ბუნებაში გვხვდება საწერი საშუალებები და საწერი ინსტრუმენტები. მადლობა ყურადღებისათვის.